დანაშაულის პრევენციის ცენტრი არასრულწლოვან ყოფილ მჟავრდებულებს სტატუს მოცილების პროგრამას თავაზობს. დღეს არასრულწლოვანთა სვირინგის მოცილების პროცესს თავად იდეის ავტორი თია წოლუკიანი და ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე ესწრებოდნენ. პროგრამის მიზანი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისათვის ხელი შეწყობა. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ჩვენ ამ ტატუირების მოცილების პროექტით ბავშვებში ვამარცხებთ ყოფილი პატიმრების წინააღმდეგ საზოგადოებაში არსებულ სტიგმას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თუ ერთხელ იყავით ციხეში, მაშინ საზოგადოებაში ვერასდროს ვერ ჩაეწერები. პირიქით, ყოფილი პატიმარი, განსაკუთრებით კი ბავშვი, აუცილებლად უნდა ჩაეწეროს ციხიდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოებაში და გახდეს ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. სიხარულით ჩავერთეთ იუსტიციის სამინისტროს ამ პროგრამაში, იმდენად ამდენად მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინიციატივა სამინისტროს მიერ წამოწყებული ამ ახალგაზრდების რესოციალიზაციის საკითხში. მას შემდეგ, რაც იუნისეფი დაამთავრებს ამ პროგრამას, ჩვენ სიხარულით გავაგრძელებთ ასევე მუშაობას იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების პროცესში. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, განახევდა არასრულწლოვანთა რაოდენობა საპატიმროებში, მოხდა 600-ზე მეტი არასრულწლოვანის განრიდება კრიმინალური პასუხისმგებლობისგან. გაუმჯობესდა სერვისი და არასრულწლოვნებს უფრო მეტი შანსი აქვთ რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის საზოგადოებაში, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.